მშვიდობისა პირდაპირ ეთერშია დილის კურიერი. იშხანზე დაწყებული უნებართვო სამუშაოების ამსახველი ახალი ვიდეო და ფოტომასალა გაავრცელა ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა უნიკალურ ძეგლზე სპეციალისტების გარეშე მიმდინარე გაწმენდითი პროცესის დროს უკვე დაზიანდა ტაძრის საუკუნოვანი ფრესკები და იატაკი. ტერიტორია ისეთი ტექნიკით იწმინდება, რომელიც სერიოზულად აზიანებს მთლიანად ძეგლს. რატომ დაიწყეს ქართულ ძეგლებზე სამუშაოები ქართველი სპეციალისტების გარეშე, ინფორმაცია საქართველოს კულტურის სამინისტროში არ აქვს. სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მიმართა თურქულ მხარეს, თუმცა ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიუღიათ. სავარაუდოდ ხვალ მოლაპარაკებებზე და ვითარების ადგილზე შესასწავლად თურქეთში სპეციალური ჯგუფი გაემგზავრება. ხდებოდა ტაძარში არსებული ფენის გამოტანა, გარეთ იყო უკვე დაყრილი და ჩვენ შევესწარით უშუალოდ, რომ ქვები, რომელზეც ჯერ კიდევ ფრესკები იყო შერჩენილი და ის ფენა, რომელიც გამოტანილი იყო, აი ესე იყრებოდა. და პირდაპირ ტრაქტორი ტვირთავდნენ პატარა ესეთ სატვირთოს და ის ყრიდა ნაგავსაყრელზე თუ ხევში ამას და იკარგება უძვირფასესი მასალა და ჩვენ კიდევ არ ვიცით ესეთი გაუცნობიერებელი ესეთი მუშაობა რო გაგრძელდეს და ესეთი უმეთვალყურეო, ამან შესაძლოა ძეგლის შემდგომი ნგრევა გამოიწვიოს. შეიძლება ითქვას, რომ უკვე ტაძრის მნიშვნელოვან მონაკვეთში დაზიანებულია ან განადგურებულია არქეოლოგიური ფენები. დაკარგულია უკვე გარკვეული არტეფაქტები სხვადასხვა მნიშვნელობისა. იქ მოვიდა ადგილობრივი ძეგლთა დაცვის უწყების წარმომადგენელი და მან გაიზიარა ჩვენი შენიშვნები და თხოვნები და ადასტურა, რომ დაზიანებებით მიმდინარეობდა ეს სამუშაოები და მათთვის ეს უცნობი იყო და დაგვირდა, რომ სამუშაოები სპეციალისტების გამოჩენამდე შეჩერდებოდა. იშხანთან დაკავშირებით ჩვენ კულტურის სამინისტროს თხოვნა გადავეცით ოფიციალური არხებით თურქულ მხარეს, ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. თხოვნა არის შეჩერებასთან დაკავშირებით და ეს როგორც კი მივიღებთ ჩვენ ოფიციალურ პასუხს, ბუნებრივია მას მაშინვე საზოგადოებას ვაცნობთ.